მოკლედ დღეს სამწუხაროდ გაგვექცა დიდი ზომის ლოქო, იქნებოდა დაახლოებით ესე 20-25 კილომდე იქნებოდა. გაგვექცა იმიტომ რომ ნაწილობრივ იყო ჩვენი ბრალიც და ნაწილობრივ იყო ნემსკავის ბრალიც. სამწუხაროდ გატეხა ნემსკავი და მოახერხა გაქცევა. ესეთი ნემსკავები ვიყიდე 25 ლარი მივეცი 4 სალი არის სულ. ეხლა ავაწყობ ესეთ ნემსკავებზე. ეს უფრო თევზი ბაყაყის ნემსკავები, ამაზე სხვა სათყუარას წრუბელა შეიძლება. სხვა სათყუარას ვერ გავუკეთებთ. როგორც არის მაგალითად ბოსტანა. ამაზე ვერ აიგება. ავაწყობ ამაზე სინჯავ რა როგორ ასიზავს და გაჩვენებთ თქვენს აუცილებლად. ეს პატარა კობრის რიფსიტები და კარასები სალოქოვით 40 ცალი მქონდა და 2 ცალი გამოდერჩენილი. ერთი ცალი არის. საერთოდ დიდი ბაყაყზე ნაკლებად უფრო პატარა ბაყაყს ეტანება ლოქო. ეს მე ეს მესამე წყალია ძალიან ადიდებული. 9 მეტრი იქნება. სულ წყალშია ჩაწვენილი ყველაფერი. ამ მიწევს თავიდან ჩაყრა რა. სხვა გზა არ არის. ესე ვერ დავტოვებ. აღარ გადაიხოს ლოქო მე ორჯერ გადაიხვი ამ ტუცი რამის დავკარგეთ ახლა აღარ გადაიხოს. ეს ის ნემსკავია საიდანაც თევზი გაგვეცა. ბიჭო რა მხილაჩი ბიჭო შენი დედა ეს თავი ამომიყოს. აგე ჯოხსია ძმა კიდევ კაი არა მოუწიე მანახე. კლუჩოკი გატეხა აგე. ბევრად დიდი ნემსკავები გაუსწორებია და დაუმტვრევია ლოქოს ამასთან შედარებით. ეს კიდე პატარა ამოწევით, აი ზუსტად ამ ნემსკავით კლდეზე ამოწევით 10 კილონი მყავს ამოყვანილი. ზუსტად ამ ადგილზე ყავს დაჭერილი
ზაგიდუშკით 11 კილოიანი. უმაგრესი ადგილი არის მოკლედ. ნახოთ რა იქნება. კამერა არ მაქვს სამწუხაროდ და ტელეფონით ვიწევს გადაღება. 2 კილოიანი იქნება დაახლოებით. სატყუარას უკეთებდი. ჩავკიდე თუ არა და ეგრევე წამიერად ჭანარმა აიღო. წრუბელაზე. ბაყაყზე დაჭერილი ჭანარი. ერთი 5 კილოიანი იქნება დაახლოებით რა. აი ხო. ბაყაყზე. ეს დღეს დაჭერილი ალაზნის ლოკო. აი წინ თავზე თუ გამოჩნდება ძველი ნანემს კარი აქ ეთყობა გაიქცა უცეს. შრამი აქ დატოვილი. დედალია ესეც. იქნება ერთი 7 კილო იქნება. კამერის გარეშე ვარ ისევ სამწუხაროდ კიდე ტელეფონით მიწევს გადაღება. ესეთი შვენიერი ლოქოები იყო. ზაცებებში ქონა ორივე შეტანილი სამწუხაროდ კამერით ვერ გავრისკე შესვლა. მე მოყვანის გაჩვენებთ.